ახლა ვარ მუხიანის დაჩებზე. სახლი უნდა გადავიღო და აი 50 მეტრა იქნება, აი 100 წუთი ესეთი ჩამოსასვლელი, აქაც გზა კეთდება, ახალ დასახლება. და ახლა შეგნით შევალ და გადავიღებ, აი ეს უცბად დაგანახებთ შენ. ახლა საშუალო მასალებია ლაგებული, რომდები ლაგებული არ არის. აი ეს არის სახლი, ახლა შეგნით შევალ და გადავიღებ. ესე იგი ფართი გვაქვს 98 კვადრატული. აი ეს არის ასე ვთქვათ მისაღები, ზალა. ცენტრალურ გათბობა ჯერ არ აქვს, ხო როგორც ხედავ. ეს არის საძინებელი 1. საძინებელი 1, აქეთ საძინებელი 2. შევამ გადავიღებ ეს ნათელი საძინებელი. და აქეთ არის კიდევ მესამე ესეთი საძინებელი. ეზოს ფართობი, ანუ სახლიან ჯამში არის 600 კვადრატული. ეხლა ვანატუალეტსაც გამოვაჩენ. აი აქეთ არის სამზარეულო, ეს სამზარეულო. და აქეთ აბაზანა, ტუალეტი. ასეთი, მოკლედ. აქ კიდე პირველი სართულიც აქვს, უბრალოდ პირველი სართული რაღაც უფრო კვადრატის ვარიანტი უფრო და და ესეთი ხელშესავლები არის რა. ეს მეორე სართული მთლიანად რემონტშია. საკმაოდ დიდი ფართია, ესეთი კარგი რემონტში, კარგი სახლი, მყარი. და ძალიან რავი თბილისია, მუხიანის დაჩები, აქედან სანახეთ. აი უნდა ეს დაგანახებთ როგორი ეს არის, აი დასახლებული უბანი, კარგი ხედებით, აი უნდა კარგი ხედები იშლება. ესეთი ძალიან კარგი უბანი. აი ეს არის სახლის ასე ვთქვათ ბაღი, რაღაც ხეხილები არის, ჩაყრილი, ბროწეულია კარალიოკი, რაღაცები ტყემალი ქლიავი, ალუჩა. ახალშენი ხეხილი არის ესეთი. უკანა მხარეს, ანუ ჯერ სეტკით არის და აქ ღობე იქნება გასაკეთებელი. აი აქეთ მხარე ღობეში არის რა. ანუ ეს სახლია მოდგმული იქიდან? იგი სახლი. იქიდან სახლის უკანა კედელია და აქეთ ჩაუბრე ბლოკის კედელი. და აქ უკან ერთ მხარეს სეტკა არის და აქ იქნება ღობე გასაკეთებელი რა. აქ გვერდანაც ესე შეღობილია. ახალშენი ხეხილით აი ხედავთ. რავი. კარგი ჰაერია, სუფთა ჰაერია, სიმყუდროვია, სიმშვიდეა. აი მე ძალიან აქაურობა მომწონს. ეხლა შარშანაც გადავიღეთ, ცოტათი მაღალი ფასი იყო და ეხლა ფასი დავაკელით და დაკლებული ფასით იყიდება რა. საკმაოდ სოლიდური თანხა მოაკლდა.